ამით მეგობრებო ტოიოტის აი ესეთ მდგომარეობა აქ უცებ და გათვალიერებინებთ აქაც ესე გასუფთავებული იმიტომ რომ ქარხუნსაც აი ესეთ კიბეს ტოვებენ როგორც ტაივან ბამპერებს აქვს ხოლმე აქაც განსხვავებით უცებ და გათვალიერებინებთ აი ესეთი კიბე აქ როგორც ხედავთ რაც არის უშნო და ულამაზ ეს გასწორდება ეს ყველაფერი ეს პრობლემა რო არ კონდეს ბამპერს ამას დავამუშავებთ და მე უკვე გადავალთ მანქანაზე მანქანა გარეთ ვიყვენე ჯერ ამ ბამპერებს ვამზადებ ეს Range Rover-ის ბამპერია აი პლასმასის გაკეთებასაც განახებთ რაც შეეხება პლასმასს ყოველთვის რეკომენდაციას გაგიცავთ მახათელასთან ანუ ეს არის არ ვიცი ვისი გაკეთებულია მოკლედ ეს დაჯეჯგნილია და ეს არის იმ კაცის გაკეთებული აი გასუფთავებული არანაირი პრობლემა არ აქვს დატოვებული ბამპერი არის მზად დასამუშავებლად და დასაშპაკლად და ეს ბამპერი კიდე ამ პლასმასის გარდა არის კიდე ესეთ მომენტი რომელიც უნდა გასუფთავდეს ამის ქვეშ შეიძლება მზარიც ქონდეს პლასმასი ისევ დასამუშავებელი იყოს ბამპერი ისევ წასაღები იყოს და ნუ ყველაზე მაგრად ვირაც ყველაზე გვეზარება და გვეზიზღება დეტალზე რომ გვარბეინებენ წინ და უკან მეც არ მიყვარს მერწმუნეთ რა მაგიტომაც ყველაზე რეკომენდაციას გიწევთ გიოსთან მახათელასთან იდეალური ბიჭია თავის საქმის პროფესიონალია და ამიჯერეთ თუ მიიტანთ ერთხელ მე ორჯერ წასაღები ბამპერი აღარ გექნებათ მოკლედ აი ესეთ მდგომარეობა აქვს ამ ეტაპზე ამ ყველაფერს დავამუშავებ გავაკეთებ და მე როგორ გადავიღებ ნელ-ნელა როგორ მივიწევით წინ მასალებს რაც შეეხება ტოპი და დონე გვაქვს შეგიძლიათ დაგუგლოთ ნახოთ ყველაფერი PPG გვაქვს Quick Line Max Mayer გვაქვს და საღებავის რა თქმა უნდა ორის დონეს ვიღებთ მაქსიმალურად იმიტომ საღებავში მან ბევრნაირი ბრენდია ყველა ბრენდი მანქანაზეც როცა მიდიხარ შესაძლებლად უფრო ზოგადად კონკრეტული ბრენდი არ ჯდება ფერს მან უკვე შერჩევამიდი და კოლორიზია უკვე ბევრი რამე დამოკიდებული და რა თქმა უნდა უკვე ჩვენზეც რა პადლოჩკას დავასხავ და ასე შემდეგ დიდი თავის ტკივილია მოკლედ ეგაც ნუ მაგრამ პრობლემა არა ეგაც ყველაფერი ხარისხიანი გვაქვს ჩემო მეგობრებო მოკლედ ხამ ყველაფერს დავამუშავებ დავიწყებ და მე უკვე ეტაპობრივად გადავიღებ განახებთ ამ სულ ყველაფერს როგორ მივიწევით წინ აი ესეც შიგნითა მხარე ესე დაზიანება აქვს ეხლა ყველაფერს ჩვენ დავამუშავებ და განახებთ საბოლოო შედეგს დავამუშავეთ ზედაპირი მაგრამ ერთადერთი ნაკლი გვაქვს აი რასაც ხედავთ აი ამ ხრელებს რა რომელიც არის შიდა მხრიდან ღია რომელიც ზემოდან მე დავაიზოლაციებ დავშფაღო ყველაფერი იქნება იდეალურად მაგრამ აი ამ ნახორტებს რასაც თქვენ ხედავთ აი ამ ნახორტებს რასაც ხედავთ სად არის აი ეს ღია კინის ფორი რაც არის ესე გეტყვით რა ეს არის შიგნიდან ღია აქედან მე კი გავასუფთავებ ამ სულ ყველაფერს მაგრამ აქეთ ხარეს როცა არის ამისი კედელი აი აქ ვერ მიუდგები ვერანაირად დაიზოლაციო ან რამე წაუსო რომ ჟანგი არ აიკიდოს უბრალოდ აქედან თუ მოხდება წყალი ნესტი აი აქედან ახლო მომავალში მე არ ვიძახი 6 თვეში ან 7 თვეში ვერ წელში ალბათ ან რაღაც მსგავს დროის განმავლობაში შეიძლება ჟანგი წაიღოს იქიდან თუ მოხდა იმ კედელზე თორე აქედან როგორც ასაჭიროთ ჩვენ ამ ზედაპირს ისე დავამუშავებთ რომ პრობლემა ზემოდან არანაირი არ ექნება რა ეხლა კიდე გავაგზავნებთ ამუშავებას ამ სულ ყველაფერს მე უკვე აბიჟიროკას წაусმევთ ანუ ცხიმ მომსაცვლელს წაусმევთ რომ ზემოდან დავადოთ შპაკლი მეგობრებო აი გავწმინდეთ ამით აი ეს წული ადგილებისაც შკურკით მიუდგომელი ადგილებია ეხლა უკვე დავიწყებ ამის დამუშავებას აქედან აი ესეთი გემრიელი კანტი მოყვება რომელიც აქ წვეტა აქვს ესაც უნდა ავადგინოთ და რა თქმა უნდა ესაც უნდა ავადგინოთ და დავაერთოთ თავის ქარხნულ ადგილებზე ეტაპი ჯერ გვაქვს აი ეს აქაც ესეთი მდგომარეობა გვაქვს და საბოლოო შედეგი ვნახოთ იგრუნტა მეგობრებო დავამზადეთ ეს ფორმა როგორც შეხედავ აი ეს კვეთრად ამოდის ზემოთ ანალოგიურად იქეთ მხარეს თლიანი კაპოტი მაგიტო დაიგრუნტა რომ ნაკენჭრებში იყო რა ესეც წულიმანი და ასე ნაკენჭრები ქონდა მთლიანად რა და მთლიანად დავამუშავეთ კაპოტი და მთლიანად დავგრუნტეთ ანალოგიურად ხა მეორე მხარე კრილოსაც განახებთ ნუ რა თქმა უნდა ესეც დავხუწეთ ფორმები გახსოვთ აქ ამ მდგომარეობა ქონდა მე უკვე ყველაფერს განახებთ კამერაში აი ესეც კრილო მოკლედ დამხარე ესე დაიგრუნდა იქეთ გადავდივარ კაპოტი იქეთ მივწია რომ პლიტამ გააშროს მოკლედ აი ესე დანარჩენი შევხვდებით ჩემ პირად ჩემ საკუთარ პროფესიონალურ ღომელში აი ესე მეგობრებო დანარჩენი მე უკვე შერებილზეც მინახავთ ესე იგი მეგობრებო საშრობში ყავს ჩვენი გამოდეთ აი ეს მეგობრებო
დავამზადეთ, ეს გავასუფთავე. დაზიანება ყველას გახსოვთ, რომ ამ ყველაფერზე ხელი შეუდგა და ამ საბოლოო შედეგს ახალ ნაშრომს მივიღებთ და გამოვიდა საბოლოო ჯამში. ყველაფერი დავამზადეთ. ჭაში მიწევს მაქსიმალური ფეში მოხდეთ. ეს გიხარ. მოკლედ მეგობრებო, მორჩა დავასრულეთ ეს შედეგი კრილოს დაზიანება გახსოვთ ან დაზიანებული იყო ფირის გამო იყო ეს ზედამხარე გაფუჭებული ეს ყველაფერი გავასუფთავეთ და ესეთი გამოვიდა დიალური გადავიდეთ ბამპერზე ბამპერით ეს დიალური გამოვიდა აქეთ ამხარეთ так რაც შეეხება აქეთ ამხარე რომელიც იყო დაზიანებული აქაც ეს იდეალურად თავის კანტებში, თავის ფორმებში ანალოგიურად აქაც იმეორებს ყველაფერი გასწორდა იდეალურად. მეორე მხარეს ვნახოთ. მეორე მხარესაც ანალოგიურად ეს ფორმა რაც იყო დაკარგული გავაცოცხლეთ, ესე იდეალურად გამოვიდა ესა. ნუ ფაქტიურად უკვე მშრალია, გავაშრეთ ყველაფერი. კაპოტსაც რაც შეეხება, ესეთი დონე მივიღეთ. ეს არის კაპოტი. ეს გახსოვთ ეს ფორმები როგორ ქონდა დაკარგული, ყველაფერი გავაცოცხლეთ, ესე იდეალურად ანალოგიურს იმეორებს როგორც იქეთ ამხარე და ყველაზე მთავარი შინ ამხარეც. ესეთი გამოვიდა შიდა მხარეც, როგორც ხედავთ, აქეთ ესე და იქეთაც ესე ზავოდ გარხნულად ეს როგორც ფორმას იმეორებს იქეთ ამხარე, აქეთ ამხარესაც ანალოგიურად. მოკლედ ესე მეგობრებო დასრულდა. ხვალ გავაკეთებთ გარეთ. ამ ყველაფერს ავაწყობთ და გავატანთ თავის ფლობელს, თავის მანქანას. ესე მეგობრებო მომავალ შეხვედრამდე გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი და ლაიქეთ მომავალ შეხვედრამდე.